როდესაც 17 წლის ვიყავი უნივერსიტეტში ჩავაბარე, თბილისში. იქ ბებო ცხოვრობდა და ოჯახმა გადავწყვიტეთ, რომ ქირაში ფული არ გადამეყარა და მასთან მეცხოვრა. გამოვხილეს, რომ ბოლო რამდენიმე კვირა ბებო უცნაურად იქცეოდა. როცა ადგილზე მივედი, ასეც დამხვდა, დრო გამოშვებით ის კედლებს გერმანულად ესაუბრებოდა, დილაობით ვერ მცნობდა, რამდენიმე დღე შეიძლებოდა საერთოდ არ ეჭამა, გამოხედვა ცარიერი და გაუცნობიერებელი ჰქონდა. სულ ეცვა ძველი ხამის პერანგი და შეხების უფლებას არ მაძლევდა. მე ძალიან მაშინებდა მისი ქცევები, მაგრამ მშობლები მეუბნებოდნენ, რომ მას მოვლა სჭირდებოდა. ნელ-ნელა მივეჩვიე მის გამოხდომებს, მაგრამ ერთა ცხოვრების 2 კვირის თავზე მოხდა ისეთი რამ, რამაც ყველაფერი გადაადრიალა ჩემს ცხოვრებაში. უკვე გვიანი იყო, მოხუცი ეძინა თავის ოთახში და მეც დაწოლას ვაპირებდი. თუმცა საეჭვოდ მივიჩნიე ის, რომ მისი ხრენის ხმა არ მესმოდა. ის უხრინავდა გამონაკლისის გარეშე. გადავწყვიტე ოთახში შემეხედა, მაგრამ იქ არავინ დამხვდა. არ იყო არც კარადაში და არც საწოლის ქვეშ. მთელი სახლი გადავატრიალე და ვერ სადვიპოვე. მას არსად წასვლა არ შეეძლო. კარი დაკეტილი იყო და გასაღებს უმალავდი. ის უბრალოდ გაქრა. პოლიციას შევატყობინე და გვიან დავიძინე, სხვა არაფერი დამჩენოდა. გავიდა 3 დღე და ის დაბრუნდა. ნუ ის რა, ქალი რომელიც მას ძალიან გავდა. თმა ორჯერ უფრო გრძელი ჰქონდა და სულ სხვა ფერის. უფრო ახალგაზრდულად და მხნედ გამოიყურებოდა. ლამაზად ჩაცმული იყო და სიბერის არაფერი ეტყობოდა. მან კარი თავისი გასაღებით გახსნა, როცა ჩემი გასაღები ისევ კარადაში იყო. გამარჯობა შვილიშვილო, რატომ არავინ მითხრა რომ აქ იყავი? შიმშილობა ალბათ. მე კი სოფელში ბოსტანს ვუვლიდი. ეთქვათ აქამდე ჩამოვიდოდი. ამ დროს ელზამეცა, არ მინდოდა ბებოს შეშინება და არაფერი ვუთხარი. მაგრამ დღემდე მაწუხებს ერთი კითხვა. ვისთან ცხოვრობდი 2 კვირა და არსებობდა თუ არა ის საერთოდ. მე-9 კლასში ვიყავი, როდესაც ჩვენთან ახალი მოსწავლე გადმოვიდა. მას ტომასი ერქვა. ის არავის ესაუბრებოდა, მერხთან მარტო იჯდა და შეშინებული სახით ირგვლივ იყურებოდა. ერთხის მასთან მისვლა და გამოლაპარაკება გადავწყვიტე. კითხე რაში იყო საქმე. მას ხელები აუკანკალდა, ღრმად ამოისუნთქა და საუბარი დაიწყო. თქვა რომ ერთი თვის წინ მართლაც მოუვიდა რაღაც რამაც ძალიან შეიაშინა. ერთი ჩვეულებრივი დღე იყო. საღამოს კომპიუტერთან იჯდა და ვიდეო თამაშებს თამაშობდა. როდესაც დაინახა რომ საკუჭნაოში ასასვლელი ღია იყო. გადაწყვიტა ზევით ასულიყო. მას სულ აინტერესებდა რა ხდებოდა საკუჭნაოში. ზევით როცა ავიდა ის გაოცდა, რადგან აქაურობა უფრო დიდი აღმოჩნდა ვიდრე მას ეგონა. ირგვლივ მაღალი, ჩაჩავებული კედლები იყო, წინ კი მხოლოდ სიბნელე. მოულოდნელად ბიჭუნას ფანარი ჩაუხრა და უკუნით სიბნელეში აღმოჩნდა. წარმოიდგინეთ ეგეთ ადგილას თავის სრულიად მარტო, თანაც სიბნელეში. მას ძალიან შეეშინდა. ტომასმა სიარული გააგრძელა. არ იცოდა სად მიდიოდა ან რა მიმართულებით. იცოდა რომ მხოლოდ წინ უნდა ევლო და ებოვა გზა თავისი ოთახისკენ. თუმცა ორიენტაცია სრულიად დაკარგული ჰქონდა. უკვე პანიკის ნიშნებიც ეტყობოდა, მაგრამ გზას მაინც აგრძელებდა. როგორც ბიჭუნამ თქვა, მან არ იცის რამდენი იარა ან რა მიმართულებით, მაგრამ ბოლოს შუქი დაინახა. თავიდან ეგონა რომ ეს სინათლე მისი ოთახიდან იყო. მაგრამ როცა მიუახლოვდა დარწმუნდა რომ ცდებოდა. ეს ქალაქის განათება იყო. ის შოკში იყო,
არ ჭიროდა რომ საკუჭნაოში მთელი ქალაქი ჰქონდა. მას იმედი ჰქონდა რომ ქალაქში მაინც შეძლებდა ვინმე მის დახმარებას. ამ დროს ბიჭუნას ცრემლი წასკდა. მართალია შოკში ვიყავი მისი მონაყოლისგან, მაგრამ ვეცადე მაინც გამემხნევებინა. ხარზე ხელი დავადე და მივმართე. არა უშავს, ახლა ხომ მიაგენი შენ სახლს. ყველაფერი კარგად არის. მართალია შეგეშინდა, მაგრამ არა უშავს. ამ დროს მას სუნთქვა შეეგრა. შემომხედა და შემაძრწუნებელი ხმით ჩამჩურჩულა. შენ არ გესმის, მე დღემდე ვერ მიპოვია გასასვლელი ჩემი საკუჭნაოდან. ჩემი დის ოთახი ჩემი ოთახის გვერდით იყო, მაგრამ რო შესულიყო მისაში, ჯერ ჩემი უნდა გაევლო. ჩვენი საწოლები განთავსებული ისე იყო, რომ მათ მხოლოდ კედელი ყოფდათ. ჩვენ ჩვევა გქონდა, კედელზე კაკუნი. სამჯერ კაკუნი ტკბილძილს თუ რაღაც მსგავს ნიშნავდა. ჩემი და ჩემზე უფროსია. იმ მომენტში ის 22-ის, მე კი 16 წლის ვიყავი. ერთხელ მოხდა რაღაც, რისი დავიწყებაც დღემდე არ შემიძლია. შაბათი საღამო იყო. ამან და მის მეგობრებთან წავიდა გასართობად, მე კი სახლში დავრჩი და გამოცდებისთვის ვემზადებოდი. რამაც დასვენების 2 დღე წამართვა. უკვე ღამის 10 საათი იყო. მშობლები სულ ადრე იძინებდნენ, მათი სამუშაო დღე ძალიან ადრე იწყებოდა. სახლში სიჩუმე იყო, ჩემს ოთახში მკრთალი შუქიენთო. სამზარეულოში წყლის დასალევად გავედი, შემდეგ დაუბრუნდი და ისევ კითხვა გავაგრძელე. უეცრად კი ჩემი დის ოთახში უცნაური ხმაური გავიგონე. იმ მომენტში ვიფიქრე, რომ ის ძალიან ჩუმად დაბრუნდა და ოთახში შეიპარა, რატომღაც ყურადღება არ მივაქცია და კითხვა გავაგრძელე. ამ დროს კედელზე 3ჯერ კაკუნის ხმა გაისმა. მეც საპასუხოდ 3ჯერ დავაგაკუნე, მაგრამ ცოტა ხანში იგივე განმეორდა. მე ისევ უპასუხე, ცოტა ხანში კიდევ, მაგრამ უკვე ყურადღება აღარ მივაქციე. ვიფიქრე, რომ ამანთა ძალიან გაერთო და უბრალოდ ბედნიერი დაბრუნდა სახლში. კაკუნი ისევ განმეორდა და ისევ არ უპასუხე, მაგრამ მალე ისეთი ხმა გაისმა, გეგონებოდათ რამდენიმე ადამიანი ერთად აბრახუნებსო. მოულოდნელობისგან წამოხდი, ძალიან გაუბრაზდი და მის ოთახში შევედი. კარი შევაღე და დავინახე, როგორ დაიმალა საბნის ქვეშ. ვერ ხარ, რატომ აბრახუნებ? ის ხმას არ იღებდა, მხოლოდ ჩუმად კისკისებდა. კარი გამოვიხურე და ისევ ლოგინზე დავწექი. ამ დროს ბინის კარი გაიღო, გავიგონე ნაბიჯების ხმა და როგორ დადო ვიღაცამ გასაღები მაგიდაზე. ჩემს ოთახთან ჩემადამ ჩაიარა, მომესალმა და მისი ოთახისკენ გაემართა. მეც მივესალმე და კითხვა გავაგრძელე. უეცრად გავაანალიზე. ჩემი და ახლახანს დაბრუნდა სახლში, მაშინ ვინ მიბრახუნებდა კედელზე. ამან და ოთახისკენ გავიქეცი. კარი გავაღე და დავინახე, რომ ოთახში შუქიენთო. ამანდა კი გაუნდრევლად იდგა და იყურებოდა ლოგინის მხარეს. მეც გავიხედე და დავინახე, რომ მთელი საწოლი ვიღაცის ბინძური ნაკვალევით იყო მოსრილი. რაღაც საწოლი, მთელი ოთახი. ნაკვალევი ადამიანისას გავდა, მაგრამ ცოტა გრძელი და სუსტი იყო. ჩემი და მუდამ ტოვებდა ფანჯარას შეღებულს, მაგრამ ახლა ის სულ ხია დახვდა. მთელი ფანჯარა, რაფა და საკიდები ტალახით იყო მოსრილი, ჩვენს გაოცებასა და შიშს საზღვარი არ ჰქონდა. გაშეშებულები ვიდექით და მალევე მშობლები გავაღვიძეთ. ყველაფერი მოუყევით და მათაც ძალიან შეეშინდათ. იმ დღეს ჩემადამ ჩემს ოთახში დაიძინა, ხოლო დილით, როდესაც ოთახს ყოლაგებდით, გადავწყვიტეთ კორპუსის დაგვეთვალიერებინა. ჩვენი კორპუსი მაღალი, თეთრი აგურისგან იყო აშენებული. მალევე აღმოვაჩინეთ, რომ ამ საშინელი ნაკვალევით მთელი შენობა იყო მოსრილი. მეზობლების ფანჯარაზეც აღმოჩნდა ეს ნაკვალევი. როგორც ჩანს, ამ არსებამ მხოლოდ ერთ ღია ფანჯარას მიაგნო და ეს ჩემი დის ოთახი აღმოჩნდა. ჩვენ ერთი რამის ახსნა არ შეგვეძლო, საიდან იცოდა ამ არსებამ ჩვენი კაკუნის ჩვევის შესახებ.
ნუ თუ იცულ თვალთვალებს ხალხთა შემდეგ ხელსაყრელ მომენტს ელოდება, რათა ღია ფანჯრიდან შეაღწიოს. ოდეს მეკონიათ ისეთი გრძნობა, თითქოს რაღაც დაგავიწყდათ. რაც არ უნდა ეცადო, რომ ვერ იხსენებ, მაგრამ მაინც ძალიან გაწუხებს. მე ასეთი რამ ერთხელ ვიგრძენი, სამსახურის შემდეგ 6 საათზე გარეთ გავედი. გაჩერებას მივუახლოვდი. სანამ ავტობუსს ველოდი, ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს რაღაც დამავიწყდა. მაგრამ რა, ჯანდაბა, აი მაგას ვერ ვიხსენებდი. საკუთარ თავს ვეუბნებოდი, რომ ეს სისულელე იყო, მაგრამ ეს გრძნობა არ მშორდებოდა. ვიფიქრე ოფისში დაბრუნებაზე, მაგრამ მალევე გადავიფიქრე. ძალიან დაღლილი ვიყავი. მინდოდა სახლში რაც შეიძლებოდა სწრაფად მივსულიყავი. ავტობუსი მოვიდა და მეც ავედი, როგორც ყოველთვის ყველა ადგილი დაკავებული იყო. როდესაც ტრანსპორტი დაიძრა, გადავქანდი და ვიღაც კაცს შევეჯახე. ბოდიშს გიხდით, მიუგემე, მან კი ყურადღებაც არ მომაქცია, ჩემკენ არც კი გამოუხედავს. თითოეული წამის შემდეგ ძლიერდებოდა გრძნობა, რომელიც მეუბნებოდა, რომ ოფისში რაღაც დამრჩა. ეს რაღაც კი ძალიან მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო. დღევანდელი დღის გახსენება დავიწყე, მაშასე. გამახსენდა უფროსი მთელი დღის განმავლობაში როგორი სახით მიყურებდა. კოლეგები მეუბნებოდნენ, რომ მას მოვწონვარ. ეკატერინამ რაღაც წერილის გაგზავნა დამავალა. იქნებ ეს დამავიწყდა. არა, ნათლად მახსოვს როგორ ვიყავი ფოსტაში. საშინელ მდგომარეობაში ვიმყოფებოდი. იმედი მქონდა, რომ სახლში მისულს ეს ყველაფერი გამივლიდა. ავტობუსიდან საჭირო გაჩერებაზე ჩამოვედი, სახლის გზას მიუყვებოდი. ხვდებოდი, რომ ეს გრძნობა მთელი ღამე დამტანჯავდა, რა უნდა მექნა. დაღლილობა დავივიწყე და გადავწყვიტე ოფისში დავბრუნებულიყავი. ამას იმისთვის ვაკეთებდი, რომ დამშვიდებულიყავი. ოფისში დაბრუნებულმა ჩემი კაბინეტის კარი შევახედა და მეცა. ჩემი დასესხლიანებული სხეული დავინახე. ამ დროს მივხვდი, რაც დამავიწყდა. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რამდენიმე წლის წინ ცხოვრობდა ერთი ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერი ბალერინა. დედამისი მისით ამაყობდა და დიდ იმედებს ამყარებდა შვილის მომავალზე. ფიქრობდა, რომ გოგონა მთელ მსოფლიოში ცნობილი მოცეკვავე გაიზრდებოდა. იქნება ასეც მომხდარიყო, მაგრამ სამწუხაროდ ოზარცავთვისებიანი დაავადება აღმოუჩინეს და უთხრეს, რომ 1 წლის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი. დამწუხრებულმა დედამ ყველაფრის გაკეთებას სცადა შვილისთვის, რათა ეს 1 წელი ბედნიერსა და უზრუნველყოფილს ეცხოვრა. მაგრამ გოგონა სულ უფრო და უფრო ცუდად ხდებოდა. ბოლოს ფეხზე დგომა აღარ შეეძლო, ლოგინში იწვა და სიკვდილს ელოდა. ერთ დღესაც ქალბატონმა გოგონას ოთახიდან ხმაური გაიგონა. ოთახში აირბინა და გაოცებული დარჩა. გოგონა ფეხზე იდგა, ის ცეკვავდა და თანაც როგორ, ისე როგორც მაშინ, როდესაც არაფერი აწუხებდა. გაოცებული ქალი ბალერინას უყურებდა, ისე მომაჭადავებლად ცეკვავდა. დედამისმა ფოტოაპარატი აიღო და ფოტოების გადაღება დაუწყო. მოულოდნელად გოგონა შეჩერდა და სწორედ ახლა შეამჩნია ქალმა შვილის გაფეთრებული სახე. ბალერინა დავარდა.
საავადმყოფოში წაიყვანეს, მაგრამ გზაში გარდაიცვალა. ექიმმა ქალს უთხრა, რომ ცეკვამ გოგონას ბოლოს სასიცოცხლო ძალები წაართვა. დაკრძალვის შემდეგ ქალმა ბოლოს გადაღებული ფოტოები დაბეჭდა და სახლისკენ გაემართა. სახლში მისულმა ფოტოების დათვალიერება გადაწყვიტა. ის შეშინებული და გაოგნებული უყურებდა მათ, რომლებზეც ჩანდა, რომ რაღაცას მისი შვილისთვის წითელი ხელები ყელში წაეჭირა და ცეკვას აიძულებდა.